ეს ვიყიდეთ ყველაზე პოპულარული მჟავე კიტრი. ერთი არის ძალიან მჟავე და მეორე არის ძალიან ცხარე, ყველაზე ცხარე ხალხო. სანამ დავიწყებთ მაგრესი კიტრების, სავარაუდო მაგრესი კიტრების დაგემოვნებას, მანამდე აუცილებლად გამოგვიწერეთ. ახალი წელი მოდის რა პატარა საჩუქარი გავიკეთე, აი პლუს მეჭერე გამოგვიწერე. მიდი გთხოვ, მე ვიცი რომ შენ გამომიწერ. დავიწყოთ ყველაზე მჟავით, ქრისტი. Extreme Soul. დალევ. აი ესეთი კიტრია. ჩვეულებრივ კიტრია, რა გითხრა. ჩვეულებრივი არა, შამბალა კიტრია რა ხელაა გოგო. ეგონა შეღებილია შეგინდა, აბა. მჟავე არ არის. არ არის გოგო. აუ! მაგარი მჟავეა. არ არის მჟავე. აუ! მიდი, ჩაყოლი, ჩაყოლე. მიდი, დააყოლე. ადი იგი, რაც კი მჟავე კიტრები გამისინჯებს, ყველაზე მჟავე არის. როცა კატასტროფული მჟავეა, არა, მაგრამ ყველაზე მჟავე არის. ნამდვილი ქართული კიტრის მწნილი მიჩვენია. ბალერა. რა გირდა ეს 13 ლარი, ხო? ხო. ერთი კიტრი 13 ლარი. რა 13 ლარად? 1 კილო იმას ვიყიდი. 13 ლარად ქრისტი ვიყიდით 13 კილო კიტრს და გავაკეთებ წელს 13 კილოს. ქრისტი აკეთებს სოფლიოში ყველა სულ წნილს. ერთხელა გაკეთებული, მაგრამ მაინც. ყველაზე ცხარე კიტრი. მიდი მოკლედ და მე. ეს არის იმენა დინოზავრისაა იმენა. კიტრი ოღონდ გასულ ხარ, აი ფიქრეთ. აი გავსინჯო. აუ! დაუტირა. ცხარე არის. ოდნავ არის ცხარე. აი ოდნავ. რა ცოტა გოგო, მაგარია. არც მჟავე არ არის და არც ცხარე არ არის. მიდება გადაკარი დალიე. მჟავეცა და ცხარე. მიდი. ესა кайფო. ამაზე უკეთესი ცხარე წნილის გამისინჯავს. მოდი ესე გეტყვით რა. ქართული წნილი ჯობია. პირდაპირ გეტყვით რომ არ იყიდოთ ესე.